ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და შემდეგ იგი პროტესტით წამოვიდა, მას ეკუთვნოდა ცნობილი განცხადება ბებერი ნიანგების შესახებ, რომლებიც ქართულ ოცნებას აზარალებდნენ. ბატონო არმაზ, 6-ში ან მაქსიმუმ 7-ში არჩილ ხაბაძე წავა. ასეთი იყო ინფორმაცია, რომელიც ეხლა მედია ვასაძემ მოგვაწოდა. რა შეგიძლია თქვენ გითხრათ ამის შესახებ? რას ერჩოდნენ არჩილ ხაბაძეს? მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფალთ. რას ერჩოდნენ? ანუ რა უნდათ ამ ადამიანთან? ის მუშაობდა თავის სფეროში. ის იყო ქართულ ჯგუფის წარმომადგენელი და ბუნებრივია თავისუფლად გაიყვალა გზა იმ ადგილამდე, რა ადგილზეც იგი იყო. უბედურებაც ესაა, რომ შეიძლება ასე თავისუფლად გაიყვალო გზა. რომ შეიძლება ასე ერთ დღეს უცებ აღმოჩნდე პოლიტიკურ, ადგილობრივ პოლიტიკურ ოლიმპზე დაუმსახურებლად, მაგრამ მე კვლავ ვამბობ, რომ აქ ხაბაძის პრობლემა ნაკლებადაა, თუმცა ყველა ადამიანს აქვს არჩევანი და შეუძლია თქვას არა, როცა რაღაცას ასეც შეუსაბამოს თავაზობენ, მაგრამ მე ვერ ხვდები რით ხელმძღვანელობდა მაშინდელი ხელისუფლება საქართველოს. მაშინ თქვენ გავლენიანი იყავით, ბატონო არმაზ, მოდით შეგახსენებ, თქვენ ბრძანდებოდით პულით საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. თქვენ იგივე სიტყვები არ უთხარით მაშინ, როდესაც არჩილ ხაბაძეს ნიშნავდნენ, როგორც პოლით საბჭო. მე არ ვიყავი, ოღონდ კაბატონო ინგა, რა თქმა უნდა. უკაცრავად, ესე იგი მე 2013 წლის აპრილიდან ვიყავი აღმასრულებელი მდივანი, 12-ში კი ვიყავი ერთ-ერთი კანდიდატი, უნდა გითხრათ. მთავრობის თავმჯდომარეობის აჭარაში და თქვენს თავს არჩიეს ხაბაძე მარტივად რომ თქვა რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ რომ ამ შარს ავწდი ასე ვიტყვი ახლა მაგრამ ვხედავ რომ ნამდვილად დიდი უბედურება დატრიალდა იქ და არ ვაჭარბებ იმიტომ რომ ამ მართველობამ აჭარაში მოახერხა ის რაც მე მგონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ვერც ერთმა მმართველობამ ასეთი სუსტი ასეთი უსუსური, უთავბოლო მმართველობა აჭარას, ბათუმს არ ახსოვს. აჭარაში თქვენ ბრძანეთ რომ არის კლანური დღეს მმართველობა, არის კორუფცია დიდი დოზით აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებაში. მე არ გამიზომავს ეს დოზა, მაგრამ სამწუხაროდ კორუფციის ისეთი სუნია, ისე კარგად ჩანს ეს ყველაფერი, რომ მე ვიცი რომ დადგება დრო ამაზე პასუხისგაცემა მოუწევთ და არა უბრალოდ პასუხი სიტყვიერად, არამედ შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე. და პასუხისგაცემა ბათუმშიც და თბილისშიც. იმიტომ რომ როცა მე ვამბობ რომ შევახსენებდი ბოლო მომენტამდე ხელისუფლებას აქ თბილისში რომ საჭირო იყო რადიკალური ცვლილება და მადლობა ღმერთს ათობითაა ისეთი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ გუნდში იყოს, ვინც შეიძლება იყოს ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარის, მაგრამ როგორც კარგად ჩანს და გამოჩნდა და მე ვიმეორებ საღად მოაზროვნე დემოკრატიულად მოაზროვნე წესიერი ადამიანები არ ჭირდებათ. მე პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე. დღეს კი ხაბაძეს გაუშვებენ და ვინც არ უნდა მოიყვანონ. ეს უკვე არის დაგვიანებული გადაწყვეტილება, ეს მატარებელი გასულია და ვერაფერს ამ გადაწყვეტილებით არსებითად ხელისუფლება ვერ შეცვლის, რაც შეეხება პიარს. კი ბატონო, ეს შეიძლება ჩაითვალოს პიარის ნაწილად, წინასაარჩევნოდ, მაგრამ სხვა არაფერი. ჩვენ საუბარი უნდა განვაგრძოთ ბატონო არმაზ უკვე რეკლამის შემდეგ, თუმცა რეკლამამდე მინდა რომ მკითხოთ, ანუ ქართულმა ოცნებამ იცის რომ აჭარაში შეიძლება წააგოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამიტომ ცვლიან ხაბაძეს. თქვენ გვიდასტურებთ რომ ხაბაძის შესახებ გავრცელებული. ეხა მედია ვასაძემ თქვა რომ პირადად მას SMS-ებითაც ეკონტაქტა და ეს არის უკვე საბოლოო გადაწყვეტილება. თქვენ როგორც დეპუტატობის კანდიდატს ვინც აპირებთ დამოუკიდებლად იბრძოლოთ აჭარაში, ბათუმში, რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? მეც ასე ვიცი, თუმცა მე ვერაფერს დავადასტურებ, როგორც ჩანს, მართლაც დადგა მისი გაშვების დრო, ახლის მოყვანისა, მაგრამ ვაი რომ ვიმეორებ, ახალი ვერაფერს შეცვლის, არ ძველის წაცვლა არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ არსებითად იგივე დაჭაობებული გარემო რჩება ბათუმში და აჭარაში. ეს ისეთი ჭაობია, ისეთი სახიფათო, საშინელი ჭაობი, რომ ამ ჭაობში შეიძლება არა მხოლოდ ოცნება დაიძიროს, არამედ ბევრი სხვა სიკეთე თან ჩაყვეს. ამიტომაც პასუხი მოეთხოვება ხელისუფლებას ამ გაშვებული წლებისთვის.
და ასეთი შეცდომების. არის ნოსტალგია ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ასეთ ამამად ჩასვლა, ასეთი განცხადებების კეთება ყოფილი ლიდერის მხრიდან ლევან ვარშალომიძეს, გვერდზე ექს-პრეზიდენტის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მოდით ღიად და პირდაპირ ვიტყვი, ამითიც გავხსენი კიდე ჩვენი გადაცემა, პირველი დიდი მკვეთრი ფრონტის ხაზი ნაციონალებმა გაუვლეს ოცნება სწორედ აჭარაში. არის ნოსტალგია ძველი ხელისუფლების მიმართ? მოსალოდნელიც იყო, რომ ფრონტის ხაზი სწორედ აჭარაში გაიხსნებოდა, ვფიქრობ, არც არავის გაკვირვებია, რაც შეეხება ნოსტალგიას, ნოსტალგია შეინიშნება, არის აქა-იქ, სამწუხაროდ ასეა, მაგრამ ამის საფუძველი, ვთქვით და გავიმეორებთ, საზოგადოების ამ ნაწილს სწორედ ოცნების უნიათობა მისცა. ოცნებას რომ მოეხერხებინა სწორი გუნდით, სწორი რეფორმები გაეტარებინა აჭარაში, დღეს სხვა შედეგი იქნებოდა. კარგით, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, მოусმენთ მურმან დუმბაძეს და მე არმაზ ახვლედიანთან მექნება ასეთი შეკითხვა. თქვენ პირადად რისი იმედი გაქვთ თუ აი ამ ვეშაპების ომში გულისხმობ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ჩაივლის აჭარაში არჩევნები? რამდენიმე წუთში ვართ პირდაპირ ეთერში, უკვე მურმან დუმბაძე ჩაგვერთვება ბათუმიდან, შეგახსენებთ მედია ვასაძემ უზენაესი საბჭოს წევრმა ამ წუთებში განაცხადა ჩვენთან პირდაპირ ეთერში, იგი პირადად ეკონტაქტა, როგორც თავად თქვა